Moldovas მომავალი ევროკავშირში ამ გზავნილით ჩავიდნენ მოლდოვაში ევროკავშირის ლიდერები Ursula von der Leyen და Antonio Costa ჩავიდნენ კიშინიოვში, სადაც პირველად გაიმართა ევროკავშირი მოლდოვას სამიტი, რაც არის ისტორიული მნიშვნელობის რა, ნამდვილად რაც ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირი სრულ მხარდაჭერას უცხადებს მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და ამის დასტურია ის, რომ ევროკავშირის ლიდერებმა სწორედ ეს სამიტი ჩაატარეს კიშინიოვში. Antonio Costa და Ursula von der Leyen-მა 27 ქვეყნის სახელი ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი ჩაიტანეს მოლდოვაში, რაც არის ის, რომ ევროკავშირის 27-ვე სახელმწიფო დღესთვის, რომ მოლდოვას მომავალი არის ევროკავშირში, რომ მოლდოვამ განიცადა პროგრესი ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, ისევე როგორც უკრაინამ, თუმცა ამ კონტექსტში ბუნებრივია ევროკავშირი არ განიხილავს საქართველოს. დღეს შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს გაწევრიანების პროცესის მიღმა, რადგან მთელი დღეს განმავლობაში ევროკავშირის ლიდერები საუბრობდნენ იმაზე, რომ ევროკავშირი გაფართოვდება და ამ გაფართოების ნაწილში მოიაზრებენ ისინი უკრაინას, მოლდოვას და დასავლეთ ბალკანეთის 6 სახელმწიფოს, თუმცა არა საქართველოს, რადგან საქართველოს კანდიდატის სტატუსი პრაქტიკულად არის გაყინული და ევროკავშირის ლიდერებიც მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, რომ დაუბრუნდნენ ევროპულ გზას წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს ევროინტეგრაცია არ გაგრძელდება და უფრო მეტიც ევროკავშირი გააგრძელებს სანქციების დაწესებას ბიძინა ივანიშვილის ანტიდემოკრატიული გუნდის წინააღმდეგ შესაბამისად იმ დროს, როდესაც ასოცირებული ტრიოდან ევროკავშირში უკრაინა და მოლდოვა პროგრესს განიცდიან და უკვე დაიწყო მათთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები, დღეს საქართველოს დარჩა ამ პროცესის მიღმა, რაც თავიდან ბოლომდე, როგორც ევროკავშირის ლიდერები ამბობენ, ქართული ოცნების ამჟამინდელი მოქმედი ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. First of all, it's a great pleasure for us. ჩვენთვის დიდი პატივია აქ კიშინოვში დაბრუნება. მარტში გავიდა 3 წელი, რაც მოლდოვამ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი გააკეთა. მოლდოვამ მყარი პროგრესი განიცადა ევროკავშირის წევრობის გზაზე და ეს ევროკავშირის წევრმა ყველა სახელმწიფომ აღიარა გასულ კვირას ევროპულ საბჭოში შეხვედრის დროს. მოლდოვას ევროპული გზა რეალურ შედეგს მოუტანს მოლდოվել ხალხს და ეს გამოიხატება ინფრასტრუქტურაში, სამუშაო ადგილების შექმნასა და შესაძლებლობებში, ბიზნესში გაიზრდება ცხოვრების დონე და თქვენი ეკონომიკის კონკურენტუნარიანობა. თქვენ გექნებათ მსოფლიოს უდიდეს ბაზარზე წვდომა. ამას ნიშნავს ევროკავშირში ინტეგრაცია. აქ იმისთვის ვართ, რომ ვიმუშაოთ თქვენთან ერთად და მოგცეთ თავდაჯერებულობა თქვენს ევროპულ გზაზე. აქ ევროკავშირის 27 ქვეყნის სახელით მკაფიო მესიჯის ჩამოსატანად ჩამოვედი. მოლდოვას მომავალი ევროკავშირშია. თქვენ აჩვენეთ შესანიშნავი სიმამაცე და განზრახვა 8 თვის წინ, როდესაც მოლდოველმა ხალხმა გადადგა გადამწყვეტი ნაბიჯი და ხმამისა მოლდოვას ევროპულ მომავალს. ახლა მოლდოვას აქვს ისტორიული შესაძლებლობა განიცადოს პროგრესი და მოუთმენლად ველოდებით მოლდოვასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას. როცა მოლდოვა ევროკავშირს შეუერთდება, ჩვენ გავხდებით უფრო უსაფრთხო და მდგრადი. თქვენ ძალიან ბევრი იმუშავეთ. მეგობრებო, ეს არის სასიხარულო მომენტი, რომ მოლდოვაში ტარდება პირველი ევროკავშირი მოლდოვას სამიტი. ჩვენ ვდგავართ თქვენს გვერდით, რომ ხარი დაგიჭიროთ თქვენ ევროპულ მომავალში, თქვენს სურვილებში და თქვენს დამოუკიდებლობის სურვილებში. მაია, თქვენ თქვით, რომ მოლდოვასთვის ევროპა არის ოცნება, რომელიც უნდა გახდეს რეალობა. ჩვენ ევროკავშირში გავაკეთებთ ყველაფერს, რომ თქვენი ოცნება ახდეს. We in the European Union will do all that we can to make your dream come true. On behalf of all Moldovan citizens, მოლდოველი ხალხის სახელით მინდა გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ აქ ყოფნისთვის და მკაფიო მესიჯებისთვის წევრი სახელმწიფოების მხრიდან, რომ მოლდოვას მომავალი ევროკავშირშია. ჩვენ მზად ვართ ჩვენი მომავალი ევროკავშირში დღითი დღე ავაშენოთ. ევროკავშირში გაწევრიანება ყველაფერზე მაღლა დგას და ნიშნავს კეთილდღეობას და მშვიდობას მოლდოველი ხალხისთვის, ისე როგორც ევროკავშირის მოქალაქეები ცხოვრობენ. მშვიდობა ევროპული მოგზაურობის საყრდენია და ყველაზე ძვირფასი მდგომარეობა ჩვენი განვითარებისთვის. ვიცი, რომ სწორ გზაზე ვდგავართ. იმ დროს, როდესაც ევროკავშირმა უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანებაზე გახსნა მოლაპარაკებები და მათი წევრობაზე საუბარი უკვე ძალიან აქტიურ ფაზაში გავიდა, საქართველოსთან დაკავშირებით ბუნებრივია აღარც კი განიხილება რაიმე ტიპის მოლაპარაკებები, რადგან ქართულმა ოცნებამ თავად შეაჩერა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, უარი თქვა ევროინტეგრაციაზე, უარი თქვა ევროპელი პარტნიორების რეკომენდაციების შესრულებაზე და დღეს პრაქტიკულად ავტორიტარულ კლუბში გადაინაცვლა ივანიშვილის გუნდმა ანტიდემოკრატიული ქმედებებიდან
ამისგან გამომდინარე დღეს ევროკავშირში უკვე აღარავინ ფიქრობს, რომ ამჟამინდელ ხელისუფლებას ნამდვილად სურს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება. საქართველოს შეიძლება გაუშვას ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი ევროკავშირში გაფართოების კუთხით, რაც არის 20-30 წელი, რადგან ყველა სახელმწიფო, რომელსაც აქვს კანდიდატის სტატუსი, გაცილებით წინ დგას რეფორმების კუთხით, ვიდრე საქართველო. ამიტომაც, როდესაც დანია მათ შორის, რომელიც უკვე ევროპული საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა, საუბრობს გაფართოებაზე, იქ ბუნებრივია უკვე საქართველოს საერთოდ აღარ მოიაზრება. ეს იყო ინა ცარციძე.